გამარჯობათ. მე დავდე ვიდეო ზანგეზურის თაობაზე და გითხარით, რომ ეს არის ამერიკის შემოსვლის პირველი ნაბიჯები კავკასიაში. შემდეგ ამას მოყვა ვიდეო, სადაც თურქმენეთის, უზბეკეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ესე იგი აწერენ ხელშეკრულებას ხელს, სადაც საუბარი უფრო დაახლოებაზე და გითხარით, რომ ამის მიზეზი არის გზა ჩინეთიდან ავღანეთზე თურქმენეთში და აზერბაიჯანში. შეერთებული შტატები შემოდის კავკასიაში, მაგრამ კავკასიაში შემოსვლა ესე არ არის, იმიტომ აქ უპატრონო მიწები ასე ვთქვათ არ არის. თქვენ მოისმინეთ ჩემი ვიდეო მიწის შესახებ და იქ ნათლად არის განხილული, რას ნიშნავს მიწის საკუთრება და რას ნიშნავს ამ მიწაზე ოპერირება და რას ნიშნავს სუვერენი ამ მიწაზე. ამერიკის შეერთებული შტატები თუ შემოდის კავკასიაში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის უნდა შემოვიდეს ვიღაცის ხარჯზე. რამდენად შესაძლებელია ის შემოვიდეს რუსეთის ხარჯზე? დიახ, ეს შესაძლებელია, თუ რასაკვირველია იქნება ასეთი მოლაპარაკება რუსეთთან. მე ვამბობ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უმეტესად კავკასიაში შემოვა თურქეთის ხარჯზე. ანუ რუსეთის რასაკვირველია რაღაცებს დათმობს, მაგრამ თურქეთსაც მოუწევს რაღაცების დათმობა და თუ ესე იგი შეიძლება არ შეეკითხონ მაინც და მაინც, იმიტომ არის რომ ტრამპი ესე პირდაპირ ალიევთან მოქმედებს, ხო? პირდაპირ მოქმედებს ალიევთან. და ასეთი გამბედაობა მაგალითად საქართველოს ხელისუფლების მიმართ ტრამპს არ აქვს, ხო? მაგრამ რაღაც ერთგვარი ასე ვთქვათ ჯენტლმენური შეთანხმება არსებობს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომ შეერთებული შტატები ძალიანაც არ გააქტიურდება საქართველოში, თუმცა რასაკვირველია მიიღებს მონაწილეობას აფხაზეთის პრობლემის დარეგულირებაში და ამით და ეს აწყობს რუსეთსაც, იმიტომ რომ მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები აქ ჩააჩოჩებს ინგლისს და ინგლისის ინტერესებს. მე უკვე გითხარით, რომ იმდინარეობს ანტიიმპერიული ესე იგი პროცესები და ზოგადად ჩვენი ადგილი არის თავისუფლებისკენ. დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლობს შეერთებული შტატები და რუსეთი. კავკასიაში შემოდის და ფაქტიურად უკვე შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები და ეს უპირველესად მოხდება თურქეთის ხარჯზე. თურქეთის საფრანგეთის ხარჯზე, რუსეთის რაღაც გარკვეულ დათმობებს წავა და რაღაც საკითხებში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუთმობს. ამიტომ, როდესაც საუბარია კონფლიქტების მოგვარებაზე და სავარაუდოდ აფხაზეთის პრობლემაც ტრამპის სახელთან იქნება დაკავშირებული და ამ შემთხვევაში იგი დაუპირისპირდება ინგლისს და მას დაეხმარება რუსეთი. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.